მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider და მე ვფიქრობ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვნახეთ თბილისის მერიის საქველმოქმედო ფონდ ქართუს და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია LDP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ რეკრეაციული თემატური სივრცის შექმნა. ხელშეკრულებას თბილისის მერმა ბატონმა ახაკალაძემ, ფონდ ქართუს სამმართველო საბჭოს დირექტორმა ბატონმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და LDP-ს წარმომადგენელმა ნატალი ფახლინმა მოაწერეს ხელი. ბრიტანული კომპანია ფონდ ქართუსთან ხელშეკრულების საფუძველზე პირველ რიგში ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი. ცხადია, ხელმოწერის შემდგომ ჩვენ ვნახეთ შეფასებები ბატონი მერის, ბატონი ნიკოლოზის და ბრიტანული კომპანიის საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის. ვნახოთ ახლა ეს შეფასებები. ფონდ ქართუს დახმარებით ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობის სივრცის მოსაწყობად. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარე ახალი სარეკრეაციო დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია გაშენდეს ატრაქციონების პარკი. სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში. პროექტირებაში გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფონდი ქართუ. ფონდი ქართუს დაფინანსებით და ჩართულობით მოიძებნა მსოფლიოში დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანია LDP, რომელიც უკვე მუშაობს შესაბამის მულტიდარგობრივ კვლევებზე, რომელთა საფუძველზეც უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტირება, შემდეგ კი ბუნებრივია განხორციელდება აღნიშნული პროექტი. ფონდი ქართუ კვლავაც ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდში უდგას ჩვენი ქვეყნის ორგანოებს, ამათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისის მერიას იმ საჭირო პროექტების განხორციელებაში, რაც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაქალაქს. ეს პარკები არის ეკონომიკური კატალიზატორები. ისინი ქმნიან დასაქმების საშუალებას და ხანგრძლივ ეკონომიკურ გავლენას, რომელიც თქვენს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინვესტიცია მოიტანს საკმაოდ კარგ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესო კომენტარები ვნახეთ, საინტერესო შეფასება და ალბათ თითოეული თბილისელისთვის, თბილისის მაცხოვრებლისთვის მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ არეალში კიდევ უფრო ძლიერი მიმზიდველი რეკრეაციული სივრცის განვითარებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტებზე საუბარს თლიანობაში და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ახლა გვინდა დავაანონსოთ Business Insider-ის ფაქტიურად ახალი მიმართულება, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებს ჯამში, მუნიციპალიტეტების განვითარებას ჯამში და მუნიციპალიტეტებს როგორც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციის მატარებლების, ასე ვთქვათ, შეფასებას ამ კუთხით და შესაბამისად მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი სტუმარი, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით, მადლობას გიხდით Business Insider-ში მაესტროზე მობრძანებისათვის და მართლაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების ჭრილში ჯელობის, შეიძლება ითქვას, რუბრიკის მიმართულების გახსნის პირველი სტუმარი თქვენ. შევეცდებით, რომ საინტერესო იყოს მუნიციპალიტეტის ამ ჭრილში განხილვა. კი ბატონო, და ჩვენ არ არის შემთხვევით თქვენთან საუბარი ჩვენი მხრიდან, ვინაიდან ჩვენ ხედავთ თქვენს აქტივობას არა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჭრილში, სადაც ბიზნეს კუთხითაც მათ შორის გამორჩეულია ამ თვალსაზრისით. თუ შეიძლება, აუცილებლად მინდა რომ კლიანობაში ვისაუბროთ რუსთავის მერიის მიმდინარე წლის პრიორიტეტებზე, თუმცა თქვენის ნებართვით გავაერთიანებ ორ ნაწილს, ერთის მხრივ რა თქმა უნდა მერიის პრიორიტეტებს და მეორეს მხრივ
ბიზნეს აქტივობას ფლიანობაში, რომელიც ქალაქშია, ჩვენ ნახეთ მათ შორის ახალი 20 მილიონიანი ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია და გისმენთ ყურადღებით. მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის, რომ ცოტა კიდევ სხვა რაკურსით შეგვიძლია ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ მაყურებელს. ზოგადად მგონია, რომ ძალიან კარგი წამოწყება, იმიტომ რომ იმის გარდა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის ჭრილში განიხილება ხოლმე დღეს მუნიციპალიტეტების საქმიანობა, რას ემსახურება და რა გავლენას ახდენს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მიზნები აბსოლუტურად სხვა გვაქვს. პირველი მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქალაქი ინდუსტრიული ქალაქი ალბათ ჰაბი ერთ-ერთი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონული ეკონომიკური განვითარების ნაწილში, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ხდება ახალი ბიზნესისთვის და თქვენ ახსენეთ 20 მილიონიანი ბოლო ინვესტიცია, რომელიც უშუალოდ სამშენებლო კუთხით სავაჭრო ობიექტის გახსნით. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალური მიზნები იმის გარდა რომ კომფორტული ყოფილიყო ქალაქში ცხოვრება, თვითმყოფადი ყოფილიყო ქალაქი ყველა იმ სერვისით, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდება, მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, ბოლო არის ის, რომ ადამიანს ჭირდება სამუშაო ადგილი, ჭირდება ძლიერი ეკონომიკური სტაბილური გარემო და ამ ყველაფერს ქმნის ახალი ინვესტიცია და ახალი ინვესტიცია ინტერესდება იქ, სადაც გარემოა კარგი და 4 წლის განმავლობაში თუ კი რა პროექტი განვახორციელეთ, აი მთავარი მიზნის გარდა, რომ კარგი გარემო შეგვექნა, იყო რომ საინვესტიციოდ საინტერესო გამხდარიყო ჩვენი ქალაქი და მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები და თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს ინვესტიციების, თუ ავიღებთ რომ 20-21 წელს. აი კარგი იქნება რომ დინამიკის შესახებ. დიახ, 20-21 წელს დაახლოებით 116 მილიონი ლარი თუ იყო ინვესტიციის კუთხით, 24-25 წლები 230 მილიონ ლარზეა ასული ინვესტიცია. დიდი წილი ბოლო პერიოდში უკვე უკავია სამშენებლო სექტორს, იმიტომ რომ სამშენებლო სექტორი საკმაოდ საინტერესოა რუსთავისკენ კიდევ უფრო გააქტიურება სამშენებლო სექტორს, თუმცა ჩვენ ვხედავთ თბილისში ამ განვითარების ტენდენციას და მნიშვნელოვანია რუსთავისკენ გადმონაცვლებაც. ინვესტიციები ახალი განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით აუცილებელია, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქმნის უკეთეს გარემოს, საბინაო ფონდი მატულობს, თუმცა ამასთან ერთად სიფრთხილე მუნიციპალიტეტს ნამდვილად მართებს, რომ სწორი ურბანული განვითარება მოხდეს და მომატებულმა სამშენებლო ინტერესმა არ დააზიანოს ქალაქის ურბანული იერსახე. სწორედ ამ პოლიტიკის დაბალანსებაში ვართ, რომ შეუწყოთ ხელი ინვესტიციებს, მათთვის საუკეთესო გარემო იყოს და ამასთან ერთად გავითვალისწინოთ ქალაქის ურბანული სწორი განვითარება, რომ ჰარმონიულად მოხდეს ინვესტიციების შემოსვლა ჩვენს ქალაქში. მართლა ძალიან საინტერესოა და ეს შეხედულებაც რომ არ იყოს მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა სამშენებლო დეველოპერული სფერო უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის, ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია. ამავდროულად ის სწორი ბალანსი ვიპოვოთ, რომ არ მივიღოთ ქაოტური მშენებლობა, რომელიც წლების წინ ჩვენ სამწუხაროდ არაერთ ქალაქში ნახეთ. ალბათ ეს სერიოზული დილემაა ამ კუთხით და ალბათ დიალოგი ბიზნესთან. სწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე ჩვენზე ბევრად მეტი აქვს, ჩვენ რამდენიმე სპეციალისტის კი ყავდა მრჩევლად, რომ სწორი მიმართულებები აგვეღოს, სულ ვამბობ ხოლმე ესეთ რამეს, რომ შეიძლება შეცდომა, ვინც საქმეს აკეთებს, სადღაც შეიძლება შეცდომაც დაუშვა. შეცდომა დაუშვა სოციალური მიმართულებით და გამოასწორო ინფრასტრუქტურით, თუმცა ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს ეტყობა და აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალი ინვესტიციები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იგივე ახალი სამუშაო ადგილების კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორად. აბსოლუტურად და დარწმუნებული ვარ ასეთი ხედვით ამ შედეგზე გავალთ, ამ შედეგისკენ მივდივართ. ასევე მე არ შემიძლია ერთ ფაქტს არ გაუსვა ხაზი, ჩემი აზრით მთლიანობაში, როდესაც საუბრობთ საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაზე, კიდევ ერთხელ სამშენებლო დეველოპერული მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა და ასევე მინდა გამოვყო და აღნიშნო იგლქილსის 6 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც დარწმუნებული ვარ ასევე რუსთავის ჭრილშიც საკმაოდ საინტერესო
გავლენას ისევ და მოახდენს. ისევ სამუშაო ადგილები იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. ბოლო პერიოდში თქვენ რომ წარმოიდგინოთ მაგალითად 2025 წლის მთლიანი საინვესტიციო ნაწილიდან 78% სამშენებლო მიმართულებით მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და Eagle Hills-ი კიდევ გაზრდის ამ ინტერესს ქალაქთან მიმართებაში, სამუშაო ადგილები და ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების ხარდაჭერით დღეს ქალაქში ვიწყებთ, ბევრიც გაკეთებული გვაქვს, თუმცა ამ ტიპის მასშტაბი არ გქონია, რაც ძალიან მახარებს და ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს მისცემს ჩვენს ქალაქს და არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ ჭრილში საინტერესო, სადაც ძალიან დიდი საწარმოები გვაქვს, მათ შორის არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. გამორჩეულად, მათ შორის თუ ჩვენ ექსპორტის ნაწილს შევხედავთ საქართველოს მთლიანობაში, აქ თქვა რუსთავის მონაკვეთი მაღალია ძალიან. საკმაოდ ამას თავის სირთულეებიც აქვს ეკოლოგიის ჭრილში და ჩვენ ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ. თუმცა რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ქალაქზე, გავლენას ახდენს პოზიტიური ჭრილით და დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც სწორი ბალანსი, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საინვესტიციო გარემო შექმნით, აისახება ჩვენი ქალაქის შემოსულობებზე, საკუთარ შემოსავლის ზრდაზე, რასაც ძალიან ბევრს მუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ძლიერი წყარო საკუთარი შემოსავლების, რაც შემდგომში მოგცემს საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი დავგეგმოთ, რაზეც შეიძლება გული წყდება ხოლმე და ვთქვათ ფინანსები არ ყოფნის. სწორი სტრატეგიით ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თანადგომით ძალიან მნიშვნელოვან გზას გადის ქალაქი განვითარების ამ ეტაპზე. კი ბატონო და ეს მართლაც ბევრი მიმართულებით ეთყობა. ქალაქს ეკოლოგია ახსენეთ, ხო, რამოდენიმე გამოწვევა ახსენეთ, მათ შორის ეს იყო ზოგადად რომ და კარგია ეს პოლიტიკა დეველოპმენტის, სამშენებლო დეველოპმენტის ნაწილში არ მივიღოთ ქაოტური მშენებლობა და ინდუსტრიას თანახავს ეკოლოგიის ნაწილი, ამ კუთხითაც ალბათ მუდმივად გიწევთ ასე ვთქვათ მუშაობა და ყურადღების მიქცევა. ეკოლოგია ზოგადად ჩვენი ქალაქის ინდუსტრიულობიდან გამომდინარე, ისტორიული პრობლემაა, გადაიარაღება საწარმოების სამწუხაროდ ძალიან გვიან დაიწყო და მოძველებულმა ინფრასტრუქტურამ გავლენა უფრო და უფრო მძიმე მოახდინა ჩვენ ქალაქზე. ჩვენ 2020 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის გამკაცრების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ძალიან ისეთი კარგი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგით, როდესაც თვითმონიტორინგის სისტემა დაევალა ქარხანას გაფრქვევის მილზე, რომელიც უფრო ეფექტიანად ხორციელდებოდა მონიტორინგი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სამინისტროში, გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად განვიხილეთ ის გეგმა, რომელიც ჰაერის მართვის კუთხით არის შემუშავებული, ეს არის აგლომერაციული გეგმა თბილისის გარშემო რამდენიმე ქალაქის აერთიანებს გარდაბანს, რუსთავს, მცხეთას. და ჰაერის მართვით გვაქვს აღებული ვალდებულებები მუნიციპალიტეტს, მთავრობას, საპარლამენტო გუნდს, რომ გარკვეული ცვლილებებით აუცილებელია ეს პოზიტიური წინსვლა არ შევაჩეროთ. დღეს გულწრფელად რო გითხრათ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ქალაქის ეკოლოგია და აქაც კარგად გვესმის, რომ ოქრო შუალედი გვაქვს დასაცავი, თუმცა აი ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები, სამინისტროსაც ვთხოვთ იგივე პოზიციას, რომ საწარმოებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინვესტიცია, რომელსაც ჩადებენ გადაიარაღების, გაუმჯობესების კუთხით, რამდენ ადამიანზე იქონიებს ძალიან პოზიტიურ გავლენას და აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის მერია უკომპრომისო იქნებით, იმიტომ რომ პირველი არის ჯანმრთელობა და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ გვქონდა ხოლმე შეხვედრები საწარმოებთან და მათთან საუბრობდით, რომ გვესმის, რომ აქ არიან დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეები. და როდესაც ოქროს შუალედს საუბრობ, მათ შორის მუნიციპალიტეტს და მთავრობას გვიწევს, რომ კონდეს თქვათ ხისტი მიდგომა, რომელიც გამოიწვევს დახურვას საწარმოს და უმუშევრობა გაიზრდება, ან კონდეს მათთან მუდმივი სამუშაო რეჟიმი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტში კიდევ დაინიცირდება, მუნიციპალიტეტს და გარემოსდაცვის სამინისტროს კონდეს უფრო მეტი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ კომპანიები მოაწესრიგონ მათი ინფრასტრუქტურა. კი ბატონო, მართლაც ეს მნიშვნელოვანია და თითოეულ მოქალაქის ინტერესი, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ, ეს პირველი რიგის ამოცანა ჯანმრთელობიდან დაწყებული, შემდგომ უკვე ეკონომიკური კეთილდღეობით გაგრძელებული. ვინაიდან ჩვენ საუბრობთ სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ბევრი კუთხით, კი ვახსენეთ ნაწილობრივ, რომ
თითქოს მხოლოდ ინფრასტრუქტურათან ასოცირდება ხოლმე მუნიციპალიტეტები, მაგრამ მის გარეშეც არ შეიძლება საუბარი ცხადია. აუცილებლად მინდა გითხოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ახლა რუსთავში მიმდინარეობს და რა არის ასე ვთქვათ ძირითადი მიმართულება და ძირითადი გამოწვევა, ხო? მე მესმის რომ შესაძაც თლიანობაში და ქვეყნის ჭრილშიც ასეა, არ არის ერთიანად საშუალება ან იმხელა ფინანსური რესურსი ყველაფერი ერთად მოწესრიგეს, ასევე დრო, რის მიხედვით პრიორიტეტირდება საკითხები. საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სფეროს სათანადო ყურადღება უნდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა დრო სპორტია, როდესაც მე გზა ესეთ მდგომარეობაში მაქვს, რა დროს კულტურა, როდესაც სახურავიდან წყალი ჩამომდის და ჩვენი პოლიტიკა დღეს ქალაქში და ეს განვლილი 4 წელს თუ გადავხედავთ, იყო თანაბრად გაგვენაწილებია ფინანსები, მონდომება, ჩვენი ენერგია ყველა სფეროზე, იმიტომ რომ მართლაც ყველა სფეროს ჭირდება სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებდით ახალგაზრდებზე და იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას, სამომავლო პერსპექტივებს უფრო გააძლიერებდა. აი რა არის მუნიციპალიტეტი, ხო? მუნიციპალიტეტი არის არა მარტო სამშენებლო კუთხით, არამედ ძლიერი მუნიციპალური სერვისები, რომელიც ქმნის ქალაქში ცხოვრების სტილს. თბილისის სიახლოვეს ყოფნა რუსთავს სიკეთეც არის და გარკვეულწილად აფერხებს კიდევაც და რა ჭრილში შეგვიძლია რომ ეს განვიხილოთ, იმიტომ რომ თბილისის აგლომერაციაში ყველაზე დიდი ქალაქია რუსთავი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დასაქმების კუთხით, განათლების კუთხით, ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია. ჩვენ გვინდა რომ ქალაქი იყოს თვითმყოფადი, თვითმყოფარი, ყველა ის სერვისი, რომელიც შეიძლება ცხოვრების უკეთესი სტილისთვის, უკეთესობისთვის გჭირდებოდეს, ქალაქში იყოს. ეს იქნება კინო, თეატრი, ეს 20 მილიონიანი ინვესტიცია რომ ვახსენეთ, ძალიან მალე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში კინო გვექნება რუსთავში, რაც დიდი მოთხოვნა იყო ახალგაზრდების. ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მიმართული იყო, რომ მუნიციპალიტეტი შეძლებოდა ძლიერი მუნიციპალური სერვისების განვითარება და რისთვის? იმისთვის, რომ ახალგაზრდას ჰქონოდა თანამედროვე მედიათეკა, რომ მას არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა, იმისთვის, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თანამედროვე სერვისებით უკვე დახმარებოდა ახალგაზრდას არაფორმალურ განათლებაში. სპორტის სასახლე ავაშენეთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტის შესაძლებლობა ყოფილიყო, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდამ გითხრას, რომ მე მინდა სპორტით ვიყო დაკავებული და მაქვს ამის შესაძლებლობა. ციფრული სივრცე გავხსენით, რომ მომავლის პროფესიებზე წვდომა ქონოდათ ახალგაზრდებს. საქართველოში პირველი მუნიციპალური ციფრული სივრცეა, სადაც თანამედროვე ციფრულ პროფესიებზე შეუძლიათ ახალგაზრდებს რომ ტრეინინგები გაიარონ. მოკლედ, აი ყველა ის სერვისი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ამას ჭირდებოდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწორედ ამ პოლიტიკით ვიყავით დაკავებული. ახლაც გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები. ძალიან მალე დაიწყება რუსთავში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა, რაც ახალი შესაძლებლობა იქნება ქალაქისთვის. იგივე სტუმრების ნაწილში ხო ჩვენ ტურისტული პოტენციალი არც თუ ისე დიდი გვაქვს და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვაქვს, თუმცა აი ესეთი მასშტაბური პროექტები სწორედ დაგვეხმარება იმაში, რომ მეტი სტუმარი მივიღოთ, უმასპინძლოთ მაღალი დონის შეხვედრებს, ვიწყებთ ძველი რუსთავის რესტავრაცია, რეაბილიტაციას და ეს არეალი გახდება ახალი ეკონომიკური სიძლიერე ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ ამორტიზირებულია ძველი ლამაზი შენობები, რომელსაც ავთენტური იერსახეს შეუნარჩუნებთ და აი თუნდაც მარტივად რომ ავხსნათ პირველ სართულზე აი ეს კომერციული ფართები გაცოცხლდება, სხვადასხვა ბიზნეს იდეები გაჩნდება. ახალგაზრდობა ბიზნესისთვის იმ არეალში ძველი რუსთავის. რა თქმა უნდა, ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არეალია ჩვენი ქალაქის, რუსთავის პარკის რეაბილიტაცია, საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება და სპორტ ქალაქის მშენებლობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტის რეფორმას დავასრულებთ იმით, რომ ძალიან თანამედროვე გარემოში აბსოლუტურად ყველა სპორტის სახეობა იქნება ერთად თავმოყრილი და აქაც ძალიან საინტერესო პოლიტიკას ვამუშავებთ. ჩვენი მიზანია, რომ რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა გარკვეულწილად იყოს სპორტთან დაკავშირებული, რაც ჯანმრთელობის კუთხით და ბევრ სხვა პოზიტიურ გავლენას მოიტანს. ახლა ვამუშავებთ მათ შორის მედიკამენტების მოთხოვნის ნაწილს, რა დაავადებებზეა ძირითადად აქცენტი გაკეთებული, რომელსაც ჩვენ ვასუბსიდირებთ და ვაფინანსებთ. მოკლედ, ერთმანეთთან ჯაჭვებით არის დაკავშირებული
ძალიან აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით არის აუცილებელი დღეს. კი ბატონო, პროფესიული განათლება, სპორტი, ახალგაზრდული პოლიტიკა, მოკლედ ძალიან დიდი ჯაჭვია ამ პროცესის, შეიძლება ასე ითქვას. აუცილებლად მინდა გკითხოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. რეალურად მოხდა ისე, თქვენ საინტერესოდ აღნიშნეთ, რომ თბილისთან სიახლოვე ხო გარკვეულწილად რუსთავის არის შესაძლებლობაც, გამოწვევაც, რაღაცა თვალსაზრისით, უპირატესობაც ასე შემდეგ. ამ კუთხით უპირატესობის ჭრილში რომ წავიდეთ, ხომ საინტერესოა რომ საქართველოს ჩვენ რეალურად გქონდა საშუალება და მოგვეცა საშუალება რომ შემოსულიყო ისეთი მნიშვნელოვანი მართლაც დარგობრივი ინვესტორი როგორც არის აქვალია, რომელიც GVP ჭრილში თბილისში ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის წყალზე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მართლა ძალიან ვამაყობთ რომ აი ასეთი რანგის ინვესტორი ამხელა გამოცდილებით, ასეთი რეპუტაციით, ასეთი ევროპული ინვესტორი არის მართლაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე კონკრეტული მაგალითები რომ აქვს წარმატების არაერთ ქალაქში მსოფლიოში დღეს ყავს საქართველოში ამ შესაძლებლობა გვაქვს პირველ შემთხვევაში მართლაც ასეთი დარგობრივი ინვესტორი შემოსვლა და ამ ჭრილში და ამ არეალში არის რუსთავიც ამ შემთხვევაში თქვენ მონაწილეობდით სწორედ GVP-ის მიერ ორგანიზებულ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში რომელიც იყო ეს პირველი საერთაშორისო მასშტაბის ამ რანგის ფორუმი. თუ შეგვიძლიათ რომ გითხრათ იგივე ფორუმის შედეგებიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო დისკუსია იყო როგორც სახელმწიფოს უმაღლესი რანგის მოხელეები ისე მუნიციპალიტეტის საფრთხეში თქვენი ხელმძღვანელობით თბილისის მერის ჩართულობით იყვნენ წარმოდგენილები და რომ გითხრათ კონკრეტული თქვენი შეფასება ფორუმთან დაკავშირებითაც და ასევე რუსთავში ამ მხრივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ფორუმი თავისთავად ძალიან საინტერესო ფორმატი იყო გაზიარების იმ ინფორმაციის და სამომავლო გეგმების, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ კითხვაც იყო დასმული, რომ როგორ შეაფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც GVP-მ აკვალიას სახით ინფრასტრუქტურაში განახორციელა. მე ჩემი ქალაქის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი 2021 წელს უმძიმესი პრობლემები დაიწყო, იმიტომ რომ იქამდე ინვესტიციების განხორციელება რეალურად არ ხდებოდა მილების გამოცვლა, არც სასმელი წყლის მიმართულებით, არც წყალარინება იყო მოწესრიგებული და კრიზისი დაგვეწყო 2021 წელს, ზუსტად როდესაც აქვალია შემოვიდა, თუ არ ვცდები რაღაცა ეს პერიოდი იყო. და წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს, ქალაქის ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქალაქში არ გაქვს წყალი, ხო? აბსოლუტურად აზრს კარგავს თითოეული პროექტი, რაშიც მთელ გულს დასულსდებდით. დავიწყეთ აქტიურად სემეკთან მუშაობა და სემეკთან დავაყენეთ საკითხი, რომ კომპანიას განესაზღვრა ის გეგმა და ეს გეგმა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული და მას შემდეგ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ქონდეს. შემდეგ უკვე გადავედით წყალარინების პრობლემებზე, რაც ასევე ქალაქის დაარსებიდან თითქმის შეუცვლელი იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და დღეს გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა და ვიცით წყალმომარაგების პრობლემა სრულად არ გადაჭრილა, თუმცა დღეს 24 საათიანი წყალმომარაგება, თუმცა ისე ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალაქი ამას აღარასდროს დაუბრუნდეთ, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და ის გეგმები, რაც ქალაქის განვითარებისთვის გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჭრილშიც მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან მთლიანობაში როდესაც ფორუმზეც ვისმენდით სხვა შეფასებებს ვხედავთ რომ არ არის მოკლევადიანი გეგმები, საუბარი გრძელვადიან კაპიტალურ და პროფესიული გეგმებით. იმდენად რთული ინფრასტრუქტურა, იმდენად რთულია თვითონ პროცესი, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ მოსახლეობასთან ავხსნათ, რომ ეს ერთ წელში და ორ წელში რომ არ გადაიჭრება, ძალიან კარგად გვაქვს დანახული. დღეს ყველაზე კარგი არის ის, რომ ჩვენ პროექტებთან ერთად პარალელურად მათ აქვთ უკვე გეგმა და ჩვენთან ერთად თანხვედრაშია მათ და ჩვენი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვერ ხდებოდით მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანიას არ ქონდა სახსრები გამოყოფილი და მიწისქვეშ კომუნიკაციების გამოცვლას ვერ ახერხებდა, ჩვენ გზას ვერ ვაგებდით და აი ამ ჭიდილში ვიყავით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა
კარგ ეტაპზეა სემეკის ჩართულობით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ჩვენი თითოეული პროექტი. კი ბატონო და მიუხედავად იმისა, რომ აქვე მინდა პირობა ჩამოგართოთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა პირობითი ამ პირობებში ჩავერთვა, რომ ჩვენ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მიუბრუნდებით რუსთავის საკითხებს და ვისაუბრებთ თქვენს გეგმებზე, თქვენი მიმართულებით და შედეგებზე, მაგრამ მაინც ამასობაში მინდა კიდევ ერთხელ და შეჯამების სახით კითხოთ დასაწყისირეთიც დავიწყე, რა იქნება მაინც ძირითადი პრიორიტეტები მიმდინარე წლის ბუნებრივია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება დღეს არსებობს ქალაქში და რა თქმა უნდა, როგორ იქნება კვლავ ბიზნესთან და მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს, ბიუჯეტიც შეუძლიათ საჯაროა და ნახონ 2020 წელს 50 მილიონი იყო, ახლა უკვე 180 მილიონზე ვართ ქალაქის ბიუჯეტით, თუმცა ამასთან ერთად ძალიან დიდი წილი დღეს პროექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტრანსფერების სახით ფინანსდება, ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდი. ამ მასშტაბის პროექტები შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რუსთავში არ განხორციელებულა, რაც ძალიან დიდ პოზიტიურ განწყობას გვაძლევს. დინამიკა კარგი გვაქვს, მათ შორის საკუთარი შემოსავლების ზრდის ნაწილში და უკვე ცოტა უფრო თამამად შეგვიძლია დავგეგმოთ ისეთი პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობას გაუმჯობესებს. ახლა როდესაც დიდ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ილუზია შევიქმნით, რომ მხოლოდ ეს არის გამოწვევა. გამოწვევა ბევრად მეტი გვაქვს, ჩვენ ლიფტების პროგრამა დავიწყეთ და ძალიან დიდ გამოწვევას შევეჭიდეთ ასევე ქალაქის დაარსებიდან არც ერთი ლიფტი არ იყო რეაბილიტირებული ამ დროს 70,000 რუსთაველი ყოველდღე ლიფტით სარგებლობს და უსაფრთხოების ნაწილი დარღვეული იყო, სადარბაზოების რემონტი, სახურავები, გზების მოწესრიგება, ეს ყოფითი ყოველდღიური ამბები ვიცით, თუმცა ქალაქს ჭირდება უფრო მეტი. და მე ძალიან მიხარია, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან გვაქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა დღეს სწორედ იმისთვის, რომ ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირველი ისტორიული გამოწვევები ბოლომდე დასაძლევია, ეს არის წყალი, წყალმომარაგება, რაზეც ვისაუბრეთ, ეკოლოგია გასაუმჯობესებელია და აქ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ. მსხვილი პროექტების განხორციელება ქალაქის იერსახეს შეცვლის, ახალ საინვესტიციო გარემოს შექმნის, ახალ სამუშაო ადგილებს მოიტანს და ძლიერი მუნიციპალური სისტემები. თითქოს ამ ბოლოს ისე არ უყურებენ ხოლმე მუნიციპალურ სისტემებზე, როდესაც საუბრობთ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი, რომ ქალაქი განვითარდეს, ეს განვითარება შეინარჩუნო და კიდევ ამატო ახალი პროექტები და კიდევ უფრო მეტი სიძლიერე მისცე, დღეს ზუსტად გვაქვს დანახული, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი მუნიციპალური გუნდი, ძლიერი მუნიციპალური სისტემები, რომელიც მოვლაპატრონობის, დასუფთავების, ურბანული განვითარების, გამწვანების, განათლების ხელშეწყობის ძალიან კარგ ხედვას ჩამოიყალიბებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მუნიციპალური ძლიერი და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები შესთავაზონ მოსახლეობას. აბსოლუტურად გეთანხმებით ამ ბოლო ნაწილში, ვინაიდან დიახ, არ არის ისე შესაძლებელი, პირიქით ვფიქრობ, რომ თავარია. ჩვენ ამას ძალიან დიდ დროს უთმობთ, გუნდთან მუშაობას, იმას, რომ განვითარება მოხდეს, გადამზადება მოხდეს და ძლიერმა სტრუქტურებმა იმუშაონ ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული როგორი მერი იქნება, როგორი ხელმძღვანელი იქნება, არამედ ძლიერმა სტრუქტურებმა მოახერხონ ის, რომ ქალაქი მუდმივად იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე. დიდი მადლობა, კაპიტანო, კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო საუბრისთვის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ დღეს მოვახერხეთ და გავიარეთ და კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრებთ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვან სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ორშაბათამდე გემშვიდობებით.